მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა ვისაუბრო გადაღების პროცესზე, თუ როგორ ვიღებდით ფილმს და რა სირთულეებს შევეჭიდეთ. პირველი დღე ჩვენთვის იყო საკმაოდ რთული, იმიტომ რომ ვიყავით დაახლოებით 15 ადამიანი და ესეთ სიტუაციაში ჯერ არ გქონდა ჩვენ ნამუშევარი. პირველი სცენის გადასაღებად აგებად რეჟისორის ყავს. ყველაფერი დავაყენეთ, ყველაფერი გავზადებულია. ცუდი იქნება, მაგრამ კაი რაღაცა. ეს დასავლური ტონალურია, ხო? ყველა ისე შეითვისა თავის საქმე, რომ ირაკლი იტყოდა, რომ აქ მინდა გადაღება და უცბად რა ყველაფერი ჩდებოდა. როგორ ჩდებოდა არ ვიცი, მაგრამ ჩდებოდა. სხვა რამე განშენებენ თუ გვერდზე ისინი გახდები, კარგი. ის მე უკვე დავაყენეთ მართლა. ირაკლიმ გადაწყვიტა რაღაცა, ასე ვთქვათ, ხარისხის აწევა თავისი შემოქმედების და მეც მაქსიმალურად ჩემი ცოდნის გამოყენების მიზნით შემოვერთი ამ პროექტში და თავდაპირველად ეს თვითონ რეჟიმი, რადგან ბიუჯეტში ვარ, ასე ვთქვათ და კამერა ასე ვთქვათ არ გაგვაჩნია პროფესიონალური ეს რედი თქვათ ან რაც არის იქ რა ვიცი ალექსა ან ეგეთი ვარიანტები ვიღებდი ჩვეულებრივი ფოტოკამერით Canon-ის და გვინდოდა მაქსიმალურად მისი ხარისხი გამოგვეყენებინა და ეგ იყო საკმაოდ პრობლემებთან დაკავშირებული ძალიან ბევრი ლიმიტი იყო ამ ყველაფერში ბევრი რაღაც კომპრომისებად წასვლა მოგვიწია ამის გამო და ირაკლიმ თავიდან უარი თქვა ამ ყველაფერზე არ მინდაო ეს ძალიან პრობლემატური იქნებაო მაგრამ ერთ კვირაში ზუსტად დამერეკა და მითხრა რომ მოდიო გავაკეთოთო რა გავრისკავო და გავაკეთოთო ხარისხი იმდენად მოეწონა რომ გავრისკავო და გავაკეთებ. ძალების დახმარების მომენტშიც კი მას უყურე ჭერს. და აგეთი გაიხედა. დავიწყეთ უფრო პროფესიონალური მუშაობა, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით ყველაფერს. ჩვენმა პირველმა დღეს ჩაიარა, მაგრამ პირველი დღის საღამოს მოგვიდა პატარა მარცხი. სარკე რაც არის, გავგიტყდა შუაზე. ჩაგვეშნა ეგ სარკე, როგორც იტყვიან და მოგვიწია. სამჯერ მოგვიწია, იმიტომ რომ ორჯერ გავგიტყდა სარკე, სამჯერ მოგვიწია სარკის ყიდვა და ზუსტად იმავე ადგილზე დამონტაჟება იმ სარკის. ეს იმედია კარგად გავაკეთეთ და არ დაეტყო. გადაღების მეორე დღე კოსტასა და ბიჭების კადრი ეზოში დეჯები ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. მე მჯერა რომ ძალიან მაგარი რაღაც გამოვა, იმიტომ რომ მთელი ენთუზიაზმი, მთელი ჩვენი მონდომება და მთელი ჩვენი ძალები გვაქვს ჩადებული ამ ფილმში და იმედი მაქვს რომ ძალიან მაგარი გამოვა. აი, ეხა უკვე ვიღებ. ჩარდეკ. ვიღებ? ჩარდეკ ყველანი? ლუდი ჩემოდიხარ ვიღებ რა თქმა უნდა. შენთენი დამოხტომა მომეწონა? ეს ხო. ფილმი მითოდა დაწყებული ყავს სანდროს პერსონაჟის ტკივილით. მაგრამ ამის რამენად თქმა გამოჩენა შეიძლებოდა მთავარი იდეის წინააღმდეგობაში შესულიყო. შესაბამისად გადავწყვეტეთ ამის ლექსად თქმა და როდესაც დავფიქრდით ვინ არის ამ მხრივ საქართველოში კარგი ხელოვანი, ეგრევე მოგვაფიქრდა კოსტას ანიკიძე. ნახეთ თუ არა მისი წაკითხული ლექსი, მაშინ მივხვდი რომ ის უკვე იყო მსახიობი იმის და მიუხედავად რომ ორი ბორბალი აღმოჩნდა მისთვის დებიუტი. სულაც არ მომწონს სიციცხლე ვარდის და კათედრების მართებს სტელ. ყოველ პროფესიონალ მსახიობს შეუძლიათ ხოლმე ასე განავითარონ პერსონაჟები, მოუმატონ გრძნობები, ემოციები. მოკლედ გადაღებების მესამე დღე არის და უკვე დავიწყეთ შიდა კადრების გადაღება, ეხლა მიმდინარეობს აბაზანის კადრების გადაღება. აი მე კიდევ ყველაფერი გამოვა. უბრალოდ ჩვენი ვარიანტი არის ის, რომ გადავიღოთ თავიდან ბიჭების შემოსვლის სცენა. იმენა იმის რა. მაინც ამაში. ეს პატარა დაჯოიმა. დამჭირდება ძალიან სერიოზული დახმარება. ფერი დავსდა ძალიან კაი. უნდა გააჩინა კაი ფილმი.